ჩაიარა მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა და ერთი უცნაურობა ახასიათებს თვითონ ამ მოლაპარაკებებს რა. აი ჩაიარა მოლაპარაკებები, გამოვიდნენ გარეთ. დაუსვეს ამ ხალხს კითხვები. იმათ უპასუხეს, რომ რაღაცაზე მოვილაპარაკეთო რა და ჩამოთვალეს რაღაცებზე, რაზე მოვილაპარაკეს და გაუგებარი იყო რაზე მოვილაპარაკეს, ან მოვილაპარაკეს კი რამეზე. ან საერთოდ რამეზე მოლაპარაკება ხდება, აი ყოველ რაუნდის შემდეგ ვერამ ვეღარ იგებს რაზე ლაპარაკი. ფაქტობრივი გარემოებები ჩამოყაროთ მაშინ, ანუ რაც ოფიციალურად გამოცხადდა ორივე მხრიდან. მოდი მაშინ კონტექსტს დავამატებ, სანამ ფაქტობრივზე გადახვალ, როგორ მივედით ამ მოლაპარაკებამდე, ანუ ბოლოს ჩვენ რაც ავწერეთ იყო, რომ ზელენსკი შეუთვალა პუტინს, რომ სტამბულში გნახავ, ანუ ეგ იყო სადაც არა, პუტინმა შესთავაზა. ანუ პუტინმა შესთავაზა, რომ ჩვენი დელეგაცია სტამბულში ჩამოვაო და იქ დავიწყოთ, სადაც 2022 წელს გავჩერდითო და ზელენსკიმ უთხრა, რომ მე ვაფშე სტამბულში ვიქნები და ელკა დაუნდა. ირადად გეძახიო და მე იმენ შემოუთვალო, რომ შენ დაძახებულზე მე არ ჩამოვა. ხო. ანუ ეგ იყო სანამ აი დღევანდელი მოხდებოდა თან ხალხი ჩამოვა. რუსებმა როგორ დელეგაცია გაუგზავნეს, სიმახო უთხრა, რომ პირადად გელოდებიო და რუსებმა ყველა ვინც გაუშვეს იყო მოადგილეები, ანუ არც ერთი მინისტრი, ანუ დემონსტრაციულად მოადგილეების დელეგაცია გაუშვეს, ანუ ეგ იყო როგორი ჟესტი, იცი, აი პირადად ხო მიბარებ და ამათ დაელაპარაკე და მანდ ხა უკრაინულ მხარეს ჰქონდა ორი გამოსავალი, ან უნდა მაგიდა აეყირავებია და მაგათ ჩვენ არ ველაპარაკებით, რაც ამერიკელები თავში წამოარტყავდნენ, რო ხო გითხარი ბიჭო დაელაპარაკე. ან უნდა გადაეყლაპათ ეგ და ანუ გადაყლაპეს და ამიტომ სტრელკაზე დაბარება არ გამოვიდა და აი ხა უკვე გადავიდეთ დღევანდელ მოლაპარაკებებს ფაქტობრივი გარემოებები გიორგი ასა. ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი. ანუ მხარეები ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რომ ტყვეებს გაცვლიან ერთმანეთში 1000 ტყვეს 1000-ზე გაცვლიან, სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა ამ რაოდენობის ტყვეები არ გაუცვლიათ და შეთანხმდნენ, რომ მოილაპარაკებენ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრაზე. არა. ანუ მაგ შეხვედრაზე კი არ შეთანხმდნენ, რომ შედგება. შეთანხმდნენ, რომ მაგაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. არა, მოდი მოусმენთ რანაირ ფორმულირებას. თვითონ რუსების ფორმულირებაა და პირდაპირ იმათი. გვაქვს ვიდეო გაუშვეს, აბა რას მოლაპარაკებთ. თუ ვიდეო გვაქვს. По инициативе президента России только что завершились. В целом мы удовлетворены результатом и готовы продолжать контакты. О чем договорились? Первое. В ближайшие дни произойдет масштабный обмен пленными 1000 на 1000 человек. Второе. Украинская сторона запросила прямые переговоры между руководителями государств. Мы приняли этот запрос к сведению. И третье, мы договорились о том, что каждая сторона представит свое видение возможного будущего прекращения огня. Пропишет это в деталях. После того, как такое видение будет представлено, мы полагаем целесообразным, тоже об этом договорено, продолжить наши переговоры. Спасибо. ანუ აი მოდი არა უბრალოდ თარგმნოთ ხო ეხლა თავალდებულება გვაქვს და აი მაგ კომენტირებაზე უკეთესი ალბათ უბრალოდ ციტირება არის ანუ შევთანხმდით რომ მართლა 1000 კაცი გავცვლით უახლოეს დღეებში ერთიო მეორე უკრაინულმა მხარემ ითხოვა ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა პუტინ და ზელენსკი შეხვდენო და ჩვენ ეგ ცნობისთვის მივიღეთო პირდაპირ ციტირება ეგ პრინელი ქსვედინიუ არის ცნობისთვის მივიღეთ ანუ უკრაინელებმა გთხოვეს რომ პუტინმა და ზელენსკიმ ილაპარაკოს და ჩვენ ვთქვით რომ თქვენ რო ეგ გინდათ ჩვენ ეგ გავიგეთო გავიგეთ გინდათ ეგ იყო და მესამე იყო რომ ორივე მხარემ უნდა დაწეროს როგორ წარმოუდგენია მას ცეცხლის შეწყვეტა და აი ეს წერილობითი რო იქნება ცეცხლის შეწყვეტა რო იქნება ჩვენ შევთანხმდით რომ კიდე შევხვდებით და მაგას კიდე წავიკითხავთ რა დაწერილი იქნება ანუ ეგ როგორი შედეგები არის იცი აი
განსაკუთრებით მესამე პუნქტზე, რომ ბრავი, აქამდე გასაკეთებთ. ანუ აი ტრამპი რო დარბოდა იქ რაღაც მაკრონი რაღაცა და მოლაპარაკება კი აი კელოგი ჩავიდა იქ კრემლში და კრემლმა თავის შეთავაზება გამოტანა, ეგ ხო მიდიოდა უკვე და სინამდვილეში ეგ ნიშნავს, რომ რა ვერაფერს ვერ შეთანხმდა. კი, ანუ მოდი აი ვთარგმნოთ. თარგმნოთ შინაარსია ამ შეთანხმების ჩამონათვალის. 1000 კაცი გაცვლა ეს არის ორივე მხრიდან დემონსტრაცია რაც პოზიტიური განწყობების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თითქოს არსებული პოზიტიური განწყობების დემონსტრაციული ჟესტია, რომელიც ორივეს აწყობს კიდევაც ახლა გაცვალეს ტყვეები, თავის ტყვეებს ესენი მიიღებენ, მოწინააღმდეგე თავისას მიიღებს და ორივესთვის მართლა პოზიტიური სვლა. ნათქვამზე მოვამზადოთ უკრაინულ მოთხოვნაზე მოვამზადოთ პირველი პირების შეხვედრა, პასუხი ჩვენ ეს თქვენი მოთხოვნა გავიგეთ, ნიშნავს რომ ეგეთი რაღაცა, ჯერჯერობით არავინ არ განიხილავს სინამდვილეში ჯერჯერობით მაგას სერიოზულად, უბრალოდ გაიგეს და გავითვალისწინეთ, რომ გინდა თქვენ და ბოლო პუნქტი მოამზადეთ პუნქტობრივად გაწერილი თქვენი გეგმა, როგორ უნდა მორჩეს ეს კონფლიქტი და მე ჩვენსაც მოვამზადებ თქვენი მოვამზადეთ და ეს რაღაცა მე სამუშაო ვერსია თავიღოთ, ეგ არის როგორი რაღაცა, ეგ არის პროცესი, რომელიც შეიძლება გაიწეროს დაუსრულებლად და ბოლოს დამთავრდეს შეუთანხმებლობით, იმიტომ რომ ბევრი პუნქტისგან დეტალებში გამიწერე, ნიშნავს რომ ძალიან ბევრი პუნქტისგან გაწერილი ძალიან ვრცლად სამუშაო დოკუმენტებს ითხოვენ, რომელიც მალე შეთანხმებას არ ითვალისწინებს. მაგალითად, მეორე პუნქტზე ამათი ფორმულირება როგორ ჟღერდა, იცი? ის ქართული ფილმი რო არის, ყველაზე სწრაფები მსოფლიოში რაჭველებზე რო არის, ხო იცი? გადაღებული იქ რო არის ეგეთი სიუჟეტი მოკლე, რო აი ვიღაც რო გარდაიცვლება და რო ჩამოვლენ ესე მისამართი რო არის და თავისთან რო დეპეშას იცი თუ არა გარდაცვლილი ამის და ამის მისამართი და იქიდან რომ მოდის რომ ვიცით, ანუ ხო აი ეგეთი პასუხი იყო ახაც რომ ანუ ზელენსკი და პუტინი რო შეხვდეს გვინდა და გავიგეთ რომ გინდათ და გავიგეთ ხო ანუ მოკლედ განწყობები რომ აეხლა ომი მორჩება ძალიან გადაჭარბებული იყო იმ ხალხისგან ვინც ეგრე აყენებდა და ჩვენ მაგალითად მაგაზე ვსაუბრობთ რომ წინა პირობები ჯერ არ არის დაკმაყოფილებული ყოველ შემთხვევაში აი რუსების პერსპექტივიდან მაგათ რაც უნდათ და როგორც აყენებენ საკითხს მაგაზე დამთანხმებელი უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ ჩანს ხა იმიტომ რომ მაგაზეც გადავალთ რა ინფორმაციები ჟურნალს რუსებმა რეები მოითხოვეს ეგ ხა მაგაზე ხელის მომწერი ზელენსკი ნახდათ ეხლა ამ მომენტში არ არის მაშინ ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე ამერიკელებმა იქნება ეგ ევროპელებმა თუმცა ევროპელები პირიქით ეუბნებიან რომ მიდი შენ გვერდითა ვართ თუ რუსებმა ისეთი უნდა ქნან ფრონტზე რომ მაგაზე დათანხმდეს რომ ჯერჯერობით არ ცვის იმიტომ რომ რუსები როგორც ჩანს ჯერჯერობით აი ესე თანმიმდევრულად მიყვებიან თავის პოზიციას რომ რაც ჩვენ ტერიტორიად გამოვაცხადეთ რომლის ნაწილიც ახლა უკრაინის კონტროლქვეშ არის იქიდან უკრაინამ ჯარები გაიყვანოს ანუ ქალაქ ხერსონიდან გადით ქალაქ ზაპოროჟიედან გადით ზაპოროჟიეს ოლქი და ხერსონის ოლქი მთლიანად მოგვეცით დონეცკიდან რავი სლავიანსკ კრამატორსკ კონსტანტინოვკიდან გადით ეგ ნიშნავს ფაქტიურად კაპიტულაციას რა სხვათა შორის საინტერესო რა არის იცი უკრაინა რომელიც ყოველთვის უფრო ხისტად რეაგირებდა ახდენდა რეაგირებას ამ მოლაპარაკებების საკითხზე და რიტორიკა ბევრად უფრო აგრესიული იყო აი უკრაინელებიც კი აღნიშნავენ რომ რაღაც შეხვედრა შედგა რაღაცეებზე მოვილაპარაკეთ და მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ორივე მხარე რუსული და უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებების ფორმალურ მხარეს იცავს და გარკვეულ აი დიპლომატიურ ენასაც იმიტომ იყენებს რომ როგორც ჩანს აი ტრამპის ზეწოლა რომ ეს თემა მომაშორეთ ანუ ეს ომი დაამთავრეთ და
ან ამერიკა გავა ამ კონფლიქტიდან, აი, შესაძლოა წინა კვირასაც გაჟღერდა ეგეთი მუხარა, რომ თუ ამერიკა დაინახავს, რომ რაღაც პერსპექტივა არ ჩანს სამშვიდობო თვალსაზრისით, ამერიკა ამ კონფლიქტიდან გავა. როგორც ჩანს, ორივე მხარე ცდილობს ტრამპის თვალში ან ამერიკელების ამორჩევლების თვალში, ამერიკული მედიის თვალში ომის გამჩაღებლის ან ომის მსურველის აი პოზიციის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ხა მან როგორ კითხვა მიჩნდება შენაც ამბობ, ანუ ეგ უკრაინელებისთვის რა პრობლემა არის გასაგებია. ანუ ხა ამერიკა გავიდა ომიდან, ეგ ნიშნავს, რომ აღარ ეხმარება, ხო? ხა რუსეთს არ ეხმარებოდა ამერიკა, ეხმარებოდა უკრაინას. ამერიკა თუ გავიდა პროცესიდან, ესე იგი უკრაინა დასუსტა. ანუ ეგ უკრაინაზე ზეწოლის მექანიზმია და აი რუსებისთვის ეგ რატო უნდა იყოს? ანუ რუსეთისთვის ხო საინტერესოა. ეგ პირიქით რუსეთს უნდა გაუხარდეს, ხო? კი, მაგრამ რუსეთი ხო შეიძლება მაგას ცდილობდეს. ანუ რუსეთი ცდილობს ისე ილაპარაკოს, ისეთი ვიზუალი შექმნას, რომ დაძაბულობა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას უკრაინელების მიმართ შეექმნას და არა რუსების მიმართ და საკითხი ისე დააყენონ მე ვთქვათ რუსებმა. ანუ შედეგი ეგ უნდათ რუსებს, ოღონდ ისე უნდა მოხერხდეს, რომ უკრაინელებს შეეტენოთ. ეგ არის ამოცანა. შეეტენოთ სავარაუდოდ. მოცემულობა არის შემდეგი. ტრამპს მაინც და მაინც ეხა გულზე არ ახატია უკრაინა. ეს არის ფაქტი. და არც დიდი სურვილით გამოირჩევა, რომ ეხა თავფეხით ამ კონფლიქტში ჩაებას და უკრაინა შეიარაღოს და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს. ანუ მთელი შინაარსი, როგორც ასეთი ტრამპის, აი ნარატივი წინასაარჩევნო არჩევნების შემდეგ იყო, რომ მე ეს ომი არ დამიწყია და მე უბრალოდ ვცდილობ ეს სისხლისღვა დავამთავრო. აი ყოველ დღე ათასობით ჯარისკაცი იხოცება და ჩემი თვალები ვერ უძლებს აი ამ საშინელებას. ამ ტრამპი ამ პოზიციას რატო აფიქსირებს, რომ მე ჩემი დაწყებული არ არის და მე პასუხისგებლობა და ისრების მომართვა ჩემი მიმართულებით არ არის მაინც და მაინც რელევანტური. იმიტომ რომ მანევრირების საშუალებას იტოვებს ამერიკა. და ცხადია რუსეთმაც იცის, რომ ტრამპს არ უნდა მაინც და მაინც ახლა რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციაში შევიდეს. და რუსეთი ისეთ განწყობას უქმნის ამერიკული მედიის, ამერიკული მომხმარებლის, მაყურებლის აუდიტორიის თვალში, რომ ნუ ჩვენს კონსტრუქციულები ვართ და ანუ არ უნდა რომ მის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ რაღაცა აზრი ერთპიროვნულად იყოს კონსტრუირებული. ეს საკმაოდ ლოგიკური სურვილია რუსეთის მხრიდან, რომ ტრამპი თუნდაც თუ ტრამპი ამ კონფლიქტიდან გავიდეს თავაწეული და მაინც და მაინც რუსეთის წინააღმდეგ არ იყოს, თუნდაც რიტორიკის დონეზე. ანუ ტრამპის ღირსება და ტრამპის იმიჯი ნაკლებად შელახოს. ან თუ შეილახა, მისი პასუხისგებლობა არ იყოს ამ საკითხთან პირდაპირ მიბმული. ნუ მაგ ლოგიკაში გასაგებია მაშინ რატო არის მოლაპარაკებები ესეთი როგორიც არის, ანუ აპრიორი რო იცი რომ ისეთ რაღაცას თავაზობ იქით ამ ხარეს რაზეც ვერც კი განიხილავს და ეგეთ რაღაცას რამდენიმეს რო თხოვ, ეგ სინამდვილეში ეგ არის მოლაპარაკებების დაწყება იმ განზრახვით, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ანუ შენ მოლაპარაკების ფაქტი გჭირდება, მაგრამ მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულება არ გჭირდება, იმიტომ რომ რუსებს ახლა ჩვენ მე განვიხილავთ ფრონტზე როგორ არის სიტუაცია, რუსები ახლა ემზადებიან ზაფხულის ლავრის შეტევისთვის და შეიძლება ყველა თვლიდეს, რომ რავი, რა გვინდა ახლა გაჩერება, ხო? ჩემი აზრით ანუ მშვიდობა ამერიკას რა თუნდა და საერთოდ უნდა თუ არა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ამერიკა როცა მშვიდობაზე ლაპარაკობს და უკრაინას მიაწვება თუ არ მიაწვება მშვიდობის მიმართულებით, ეგ დამოკიდებული ჩემი აზრით პირველ რიგში იმაზეა, რამდენად მოახერხებს მაგ მშვიდობის მოლაპარაკების მაგიდაზე დადებით და
უკრაინის პოზიციების დათმობით რამდენად მოახერხებს რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობის დაზიანებას. ანუ ამერიკის მხრიდან მოგება ამ საკითხში ის უნდა იყოს, მაგას ელოდება ყოველ შემთხვევაში, რომ ამერიკა და რუსეთი რაღაცაზე მოლაპარაკდება უკრაინის ფონზე. ოღონდ ამას თავისთავად უნდა მოყვეს ჩინეთთან გაუარესება, რასაც ფაქტია, რომ რუსეთი არ აპირებს. რუსეთის მხრიდან ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესების მიმართულებით არაფერი არ ხდება, პირიქით უფრო ღრმავდება მათი ურთიერთობა და საერთოდ დემონსტრირებას ახდენენ. ჩემი აზრით ამერიკა მაგის გამო რომ ნაკლებ პერსპექტივას ხედავს აი ასეთი მოგების თვალსაზრისით ნაკლებად აწვება საერთოდ უკრაინას იმ მიმართულებით რომ რაღაცა გინდა თუ არა მშვიდობამ დაждდეს. მშვიდობა ზოგადად ამერიკას ეხა უშუალოდ ისე უკვე დაყენებული აქვს ისე საკითხი ამერიკას რომ თუ მოუნდება ჩაერევა, თუ მოუნდება არ ჩაერევა, არაფერი ზეწოლის ქვეშ აღარ არის არც მისი ამომრჩევლის მხრიდან ტრამპი, არც შიდა მოსახლეობის მხრიდან, ამიტომ ეხლა რასაც რუსეთი და უკრაინის მოლაპარაკებები აჩვენებს, არის ის, რომ ამერიკა ვერ ახერხებს აი ამ რუსეთ-ჩინეთის ალიანსის დარღვევას, ვერ ახერხებს. და საერთოდ ამერიკას მაგ მიმართულებით ნაკლებად ენდობა უკვე ყველა, რომ აი ამერიკა უცბად ეხლა რაღაცას მოგელაპარაკება, ნაკლები წონა აქვს ზოგადად მაგ ამერიკის მოლაპარაკებებს, ამიტომ ვერ ახერხებს მაგ ალიანსის დარღვევას და შესაბამისად უკრაინა რუსეთის ომიც გრძელდება. იმიტომ რომ ამერიკა ნაკლებად არის საერთოდ დაინტერესებული მაგ მხრივ უკრაინა აიძულოს რაღაც მოლაპარაკებებს მიმართულებით. მაგ კუთხით ცოტა გაუგებარია, ზოგადად ამერიკის პოლიტიკა მთელ ამ მოლაპარაკებებში თლად გასაგები აღარ არის. და რატო არ არის? აი მაგალითად რუსეთი რას აკეთებს გასაგები? ანუ რუსეთი აკეთებს სავარაუდოდ რუსეთის გეგმა ახლა არის შემდეგში. ფრონტზე წინ მიდის, როგორც ჩანს, მას აქვს საკმარისი რეზერვები იმისთვის, რომ წარმატების იმედი ქონდეს, არაპირებს გაჩერებას, ფიქრობს, რომ რაც მეთხანს გაგრძელდება ომი, მით მეც დავიკავებ და ბოლო-ბოლო მე მოვილაპარაკებ და მოდი აი გავწელა მოლაპარაკებების პროცესს, შევქმნე ილუზიას ვითომ რაღაც პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ პროცესის მიმართ და ამასობაში მოვადუნე მოწინააღმდეგეების ყურადღებას, მეც წამოვიღებ და ნუ მე ალბათ რაღაც დიდ დარტყმასაც მივაყენ. ანუ რუსეთის გეგმა გასაგები. უკრაინის ამოცანა გასაგებია, ხედავს მაგ ტაქტიკას და ნუ გაძლებაზე, სხვა გზა არც აქვს, სხვა რას ვაკეთებ დარჩენილი, ხო? ნუ შეიძლება უკრაინის ტაქტიკა ესე ჩამოაყალიბოთ, რომ რაღაცა კუთხით ძალიან გავს რუსეთის ამოცანას ამ მოლაპარაკებებზე, რუსეთის ამოცანა თუ არის, რომ მე მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, ოღონდ შედეგი არ დაიდოს, მაგაში უკრაინული მხარის ამოცანაც ეგ არის. ჩვენ აი ბატონო ტრამპ, ჩვენ გვინდა ომის დასრულება, გვინდა, ოღონდ მოლაპარაკებები დაიწყო და არც უკრაინული მხარე არ არის მოწოდინებული, რომ ეგ ხვალე ომი მორჩეს, ხო? კი, მაგრამ უკრაინის მდგომარეობა რთულია იქიდან გამომდინარე, უკრაინა საერთოდ რო უწევს მაგ ილუზიების თამაში შეყოლა, ხო? ანუ უკრაინას ისე კი არ უდგას საქმე, რომ აი ხო გასაგებია რომ მეორე მხარე გიწელავს და შენი ბრალი არის. უკრაინას რაღაც თამაში მიყვება და იძულებულია რაღაც თვითონ შექმნას რაღაც ვიზუალი, რაღაცა ურთიერთ რაღაც პარირების პროცესია და რაღაცებს იგონებს დიპლომატიურ სულებს იმისთვის რომ მოწინააღმდეგეს აკიდოს მორალური პასუხისგებლობები წარუმატებელ მოლაპარაკებებზე, მაგაში წესი დასავლეთი ხომ იდეაში უნდა ეხმარებოდეს. ჯერ კიდე 1 წლის წინ უკრაინის პოზიცია როგორი იყო მოლაპარაკებებზე, არავითარ მოლაპარაკებებ რუსეთზე, ერთადერთი რაზეც თანხმდებით, მთელი უკრაინის ტერიტორია დაგვიბრუნონ, 91 წლის საზღვრებს აქეთ ჩვენ არაფერზე, ზელენსკის მიღებული აქვს დღემდე კანონი, რომ რუსებთან მოლაპარაკებები ისჯება.
ანუ ეს საერთოდ ეხა რას უყურებთ? უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა არის. ანუ აი ნახე და მაქიდან აქ მოვედით ოღონდ აი სამხედრო პროპაგანდა რა მურტალი რამეა როგორ ურეცხავს ხალხს ტვინს აი მთელი უკრაინის საზოგადოება მაგ პარადიგმაში იყო ცხოვრობდა რომ არაფერი რუსეთთან მოლაპარაკება ან ვინმე რო ამბობდა რუსეთთან მოლაპარაკება მაგ ტიპს იჭერდნენ და ცემდნენ კაი ვარიანტში უკრაინის შიგნით და მე მისსავე მთავრობა მე ხა მოლაპარაკებები რო დაიწყო კითხვა კი არავის უშდება რომ ბიჭო ანუ რა ხდება ჩვენ ხო ვამბობდით რომ მოლაპარაკებები ხო ანუ ისინი რატო გავწიხლეთ მაშინ ანუ ამას არ ამბობდნენ ისინი სხვათა შორის აი რუსეთი კიდე რა ამოცანას ასრულებს აი ამ მოლაპარაკებების იმიტაციის შექმნით რუსეთი ხო ამ შემთხვევაში არის ბევრად უფრო ძლიერი მხარე ხო ანუ რუსეთის ინტერესია რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გადაიზარდოს აი რუტინულ ფორმაში. აი სამყარომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტ შეხედოს როგორც აი ისრაელ-პალესტინის მორი გრაუნდს. ეგ არის რუსეთის ინტერესში, იმიტომ რომ ძლიერი რო სუსტს ერევა, სუსტის ძლიერი მხარე რა არის, რომ იყვიროს, უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, უფრო მეტად აქტიური იყოს და ნუ ვიღაცებს გააგონოს, რომ აი აქ სადღაც ჭუბი მიმდინარეობს. რუსეთის ინტერესი ამ შემთხვევაში ვინაიდან ის უფრო ძლიერია და ის შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე, მდგომარეობს იმაში, რომ მთელი სოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოებების და მედიის თვალში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გადაიყვანოს, აი როგორც აი ეს უკვე რაღაც შემდგარი ფაქტია, ესენი ხან იკრიბებიან, ხან ლაპარაკობენ, ხან მერე ესვრიან, ხან სამხედრო ესკალაცია მიმდინარეობს, რუსეთი საერთოდ შეუტევს, რაღაცა ქალაქს დაიკავებს, ეს რუსეთს რაში აწყობს? იმაში აწყობს, რომ ტრამპს ასეთ რუტინაში გაუჭირდება ეხა რაღაც კუცბად გაგიჟდეს და მოდი ეხა უკრაინას დავეხმაროთ ყველაფრით. ანუ რაც უფრო ყოველდღიურ რაღაც რითმზე გადაიყვანს, მიჩვეულ რითმზე გადაიყვანს რუსეთი უკრაინის კონფლიქტს, მით უკეთესი მისთვის. რაც უფრო ადამიანები ნაკლებად მიაქცევენ უკრაინის კონფლიქტს ყურადღებას, მე დასავლეთს გულისხმობ, იმიტომ რომ უკრაინა მაგით იღებს მაგ დახმარებებს, რომ ზეწოლას ახდენს მაგალითად ტრამპის მხარეზე ვინაიდან საზოგადოების რაღაცა ნაწილში ამერიკული საზოგადოების დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებში დიდწილად ჯერ კიდევ არსებობს ეს უკრაინისადმი გარკვეული ინტერესი და როდესაც ტრამპი რაღაცას არ აწოდის საკმარისად უკრაინას უკრაინელები ხმაურობენ ამერიკაში ეს დემოკრატიული ელექტორატი და მედია და პოლიტიკოსები ზეწოლას ახდენენ ტრამპზე რომ აგერ ტრამპი ამერიკის ინტერესებს და მოკავშირეებს სათანადოდ არ ეპყრობა და ნუ რაღაცა თვალსაზრისით მოიაზრებოდა რომ ეს ტრამპზე ზემოქმედების და ზეწოლის იარაღი იყო. რაც უფრო გაიწელება მოლაპარაკებები, რაც უფრო ეს ყოველდღიურ მიჩვეულ სახეს შეიძენს ტრამპზე მით უფრო გაჭირდება უკრაინელების მხრიდან ზეწოლის მოხდენა. კი და ეგ ხო საბოლოო ჯამში იმ სურათში რომელიც იქნება რომ რუსეთი სავარაუდოდ არ ჩერდება, სავარაუდოდ წინ წავა და თანდათან ნაწილ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს უკრაინას. ანუ რუსეთი გაძლიერდება სინამდვილეში, ხო? და ხო რო წარმოვიდგინოთ რომ აღმოსავლეთ უკრაინა დაიკავა განსაკუთრებით თუ მithumetes მეტიც დაიკავა, ხო? ეგ არის ნუ დრამატულად გაძლიერება რუსეთის პოზიციების და სახელმწიფოებრიობის, ხო? ეხლა მაგ პირობებში ამერიკას სხვა გზა არ აქვს. ამერიკის ინტერესია რომ რუსეთი არ გაძლიერდეს. გეგმა ეხლა თავიდან კაი წარმოგედგინა რომ რაღაც კავალერიული რაღაც ერთი მივარდნით შეიძლება და მოაგვაროთ, მაგრამ არ გამოდის. ეხლა სურათის ისე დაყენება რომ უკრაინას და რუსეთს თანასწორ რეჟიმში უწევთ ჭიდაობა, ჩემი ბრალია თუ არა, ომი როგორ ძლდება თუ ჩემი ბრალი საინფორმაციო გაფორმების თვალსაზრისით და ამერიკა საკითხს ისე უყენებს, რომ აი ახლა მე ცოტა თუ
არ მომეწონა უკრაინის მიერ მოლაპარაკებების წარმოება უკრაინას დავაბრალებ და მე გავალ, ხო? სინამდვილეში ეხლა ეგ თლად მომგებიანი ამერიკისთვის აღარ არის. ამერიკისთვის მომგებიანი შეიძლება ეგეთი ვერსია წარმოგვიდგენ, რომ გაყინა. თუ ვერ იგებ ამ კონფლიქტს გაყინო აწყობდა, მაგრამ თუ ვერ ყინავ, მანდ ხა რაიმე სხვა გზა კი აღარ არსებობს, კაცო. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი გაძლიერდება. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არსად არ წავა, იმიტომ რუსები გიჟები ხო არ არიან ეხლა ანუ ეგ მერთხლად მანდა კიდე ცალკე კომპეტენციის სერიოზული კითხვები დგას ეხლა რანაირად წარმოედგინა ვიღაცას რომ 4 წელიწადში რო ერთხელ იცვლება ადმინისტრაცია რომლის პოლიტიკა შეიძლება თავდაყირად ადგეს საგარეო მიმართულებით ამ პირობებში შემოდის ახალი ადმინისტრაცია და რუსეთს რომელმაც აი ომში ძლივს ძალიან მყარი სამოკავშირეო ურთიერთობები ჩამოაყალიბა ჩინეთთან და ეუბნები რომ მოდი ჩინეთს დაახვევინე რა გააგდე ზურგი აქციე და ჩემთან იძმა კაცი ეგ როგორი სიგნალია იცი ეგ სიგნალია რომ 4 წელიწადში შეიძლება ისე თავდაყირად ადგეს ამერიკის პოლიტიკა და ამ 4 წლის შემდეგაც საერთოდ აღარავინ აღარ იქნება. მე მგონია რომ ამერიკაში გადაჭარბებული წარმოდგენაა თავიანთი სანქციების მიმართ. წარმოდგენა ჩემი აზრით აქვს რომ აი ყველა მაგალითად რუსეთიც და ნებისმიერი სხვა ქვეყანაც აი ყველაზე დიდ ტრაგედიას მიიჩნევს ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს და თუ აქეთ ამ მხრიდან იქნება შეთავაზება რომ სანქციებს მოგიხსნით ბევრ რამეს დათმობენ მაგის გამო. ჩემი აზრით, ეგ წარმოდგენა იყო ბაიდენის დროსაც, როცა სანქციები დააწესეს და წარმოედგინათ, რომ რაღაცა მაგითი უფრო მეტი შედეგი ექნებოდათ. და დღესაც ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ზოგადად ამერიკაში მაგ მიმართულებით. აი რაღაც თავისი აი ამ სანქციებს აჟღერებენ ხოლმე, როგორც რაღაც კოზირი, რომელიც აი ამას გთავაზობთ ჩვენ, მოგიხსნით.